მოგესალმებით. მაშ როგორი დღე გველოდება დღეს, ვინც ახლა ხართ შემოსულები და უყურებთ ჩემ ვიდეოს, აი როგორი დღე გექნებათ დღეს. რას გადმოგცემენ დღეს? წარსულის გახსენება, წარსული ურთიერთობის გახსენება, ინტუიცია თქვენთვის. ცოტა ილუზიებია, ანუ რაღაც აფორიაქება, რაღაც ქაოტური, ესეთი მელანქოლიური დღეა, მაგრამ იხსენებთ წარსულს. სამწუხაროდ იხსენებთ იმ სიტუაციას, როცა მართლა რაღაცა დამთავრდა, რაღაც დასრულდა, რაღაც უარყოფითია, ესეთი ნეგატიური ფიქრები გაქვთ მამაკაცთან დაკავშირებით, თქვენი გულის ასე ვთქვათ, ადამიანი და რაღაცას თან მწონით, ანუ აი ამ ადამიანთან დაკავშირებით წარსულს ეხება, რა თქმა უნდა. და აი ხო ვკითხეა რა, ეხლა დასწრას, რომ რას მოგიტანთ ეს დღევანდელი დღე მეთქი. ნუ წარსულ ადამიანზე რაღაცას გაიგებთ, გაიხსენებთ სიტუაციას. ეს ფიქრები რაღაცნაირად წარსულს უბრუნდება და ამ ადამიანს და ამ სიტუაციას, მაგრამ რჩევა აი რა იქნება თქვენთვის? რჩევა თქვენთვის. თავს ნუ დაიგრუზავთ ძალიან, იმიტომ რომ ეს დაბალ ვიბრაციაში ჩაგაგდებთ უარყოფითი ემოციები, გასაგებია რომ წონით ყველაფერს, გასაგებია რომ განიხილავთ ამ ადამიანის, ამ იმპერატორის, ამ მამაკაცის მოქცევას და მის საქციელს და ასე შემდეგ და მაინც უყურებთ და მაინც არ გავიწყდებათ და მაინც ესე იგი დამკვირვებელივით, შეიძლება სოციალური ქსელებიდან, შეიძლება მეგობრებიდან რაღაც იგებთ ამბებს, აუცილებლად გაიგებთ, იმიტომ რომ თქვენს ირგვლივ ტრიალებს ეს ყველაფერი და ვერ ვიწყებთ ამას, მაგრამ უნდა იცოდეთ ერთი რამე, რომ ეს ყველაფერი ჩაგაგდებთ განდეგილის პოზიციაში. განდეგილი რა არის? ადამიანი, რომელიც მარტოა, დაცლილია ემოციონალურ ფონზე და თავისი აი ტვირთი აქვს, ტკივილი აქვს, გამოსული, აი თითქოს არავინ და არაფერი არ უნდა, ანუ დეპრესიული ფიქრები, რაც ვიცით ხო, რისი მომასწავლებელია, რა გინდათ? და ანუ დაფარული ფიქრები. აი ჩუმად თქვენთვის რომ ფიქრობთ აი ამ ყველაფერზე და აანალიზებთ. თუმცა ყველანაირი პირობა გაქვთ იმისი, რომ იყოთ ბედნიერი, იმიტომ რომ თვითონ აი ეს სამყაროს ძალები ხედავენ როგორც ულამაზეს ქალს, პოტენციალს ხედავენ თქვენში. და აი ეს ფიქრები, რომელიც არ განებებთ თავს, ნუ უარყოფით გულისხმობ, დროა გაუშვათ. იმიტომ რომ ეს არის ზუსტად რომ გიბლოკავთ იმ რაღაც მომავალს, იმედიანს ლამას, რაც გელოდებათ წინ. ანუ თქვენ თავზე გაქვთ სამუშაო, ანუ უნდა გახდეთ ავტორიტარული ადამიანი, თქვენი თავის სპეციალისტი, თქვენი თავის მკურნალი და ანუ რო იტყვიან თქვენ თავზე უნდა იმუშაოთ რა. ბევრი ვარ ვილაპარაკო, ვერავინ და ვერაფერი ვერ გიშველით რწმენის გარდა და ეს ყველაფერი რო აანალიზებ ქვეცნობიერად შენ ცხოვრებას, შენ წარსულს, ამ ადამიანს, მოქმედებას, გასაგებია რომ კარგია ანალიტიკა, მაგრამ გულს ატკენია ძალიან ბევრი რამე, რაც გაგდებს მერე ისევ გახსენებს იმ სიტუაციას და უარყოფითი ფიქრები მოდიან. აი რა გინდა ეს უარყოფითი ფიქრები, ხო? რა გინდა? ქურუმი გახდი. ავტორიტეტი გახდი. შენი ცხოვრების წარმართველი, რომ აქეთ შენ დაარიგო სხვებს. შენ უნდა გაიმარჯვო შენ თავზე პირველ რიგში, აი ამ ნებებზე, ამ უარყოფითზე სამუშაო გაქვს. კი ბატონო, სამუშაო გაქვს გადასალახი, იმიტომ რომ თუ ეხლა არ გაიმარჯვებ ამ უარყოფით ემოციებზე, ფიქრებზე, ნეგატივზე, მერე ამ ყველაფრის ბოლო არის ავადმყოფობა სხვადასხვა სახის. ეს არის ფსიქოსომატური
და მეცნიერულად დადგენილი, რომ აბსოლუტურად სულ ყველა ავადმყოფობა ჩნდება ნერვიულობით, სტრესით, დეპრესიით, აპათიით, წყენებით, ტკივილით, ადამიანისგან, ურთიერთობისგან, სიტუაციებისგან, უიმედობით და შემდეგ გადაიზრდება სხვადასხვა პათოლოგიაში და რა თქინდა, ულამაზესი ხარ და გაქვს წინ შანსი. რა თქინდა რაღაც თუნდაც ფსიქოსომატიურ რაღაც ისეთ რო იტყვიან ჯვარი გწერიათ და ავადმყოფობას გამოკრა ხელი, ხო? თუნდაც სუბუქი იყოს, თუნდაც ნერვიული იყოს, თუნდაც შემოტევითი იყოს, ეხა გაზაფხულია და გასაგებია. ყველაფერი ჩქეფს და დუღს. მე გირჩევდით, რომ უნდა იმუშაოთ. აი რით შეიძლება რომ თქვათ ეს ჩემი ფიქრები ამოვიღო, უარყოფით ფიქრები ჩემი ცხოვრებიდან, ხო? გასაგებია მაწყენინა, გასაგებია უსამართლოდ მოიქცა, გასაგებია მატკინას, ბევრი რაღაც, ხო? ყველა სხვადასხვა სიტუაციები გაქვთ. აი ნახეთ. უნდა დაკავდეთ რამე საქმით, რამე სფეროთი, აი ბევრი რაღაც არსებობს, ხო? ვის რა შეუძლია, ვის რა უყვარს. ის რო ეხა სახლი უნდა დაალაგო, გასაგებია მანდილოსნებს და ქალბატონებს ვიძახი, ეს ჩვეულებრივი მომენტია, წესრიგი, სისუფთავე, დაალაგება, საჭმლის მომზადება, გამოცხობა, რამე ტკბილეულის რაღაც ოჯახის წევრების ზრუნვა, ეს ყველაფერი გასაგებია. ჩვენი მოვალეობა, მაგრამ მე ვიცახი, აი ამ ყველაფრის გარდა ხო არის კიდევ ძალიან ბევრი რამე, რითიც შეიძლება დაინტერესდე, მოგეწონოს, შეგიყვარდეს თუ ვთქვათ, არ იცოდი, შეიძლება ნიჭიც აღმოგაჩნდეს და დაიწყო იმის განვითარება შენში, ხო? ხატვა იქნება, დაკვრა იქნება, ხელოვნების ყველანაირი სფერო, წერა იქნება, რა ვიცი, უამრავი რაღაც შეიძლება ჩამოვთვალო, ან ჯანსაღი ცხოვრება, ვარჯიში, კვება, რა ვიცი, აი რაღაცა, რაც თქვენ გიყვართ. აი ესე უნდა დაიკავო თქვენთვის სასარგებლო რაღაც საქმით თავი, რომ ის უარყოფითი ფიქრები, ანუ დრო არ კონდეს იმისთვის, რომ ხა ვიჯდე და ვაიმე რატო არ მწერს, ვაიმე ესე რატო მომექცა, ვაიმე ესე რატო ოქნა, ეს რატო ჩაიდინა, მე ხო ამას არ ვიმსახურებდი, ანუ შენ თავს ჭამ რეალურად, ინგრევი ფსიქოლოგიურად, მორალურად, ფიზიკურად და მოდის მერე ავადმყოფები, ფსიქოსომატიური, აი ესეთი ნერვიული და უარყოფითი, აი ესეთი ფიქრებით და ემოციებით მერე ხდება პრობლემები უკვე ფიზიოლოგიურში გადადის ეს სხვადასხვა დაავადებებში. ეს ჩემი აღმოჩენილი არ არის და ჩემი დასკვნა არ არის. ამაზე წერს უამრავი მეცნიერი, ხო? ასევე არის ძალიან ბევრი ცდები ჩატარებული. ხო და რა თქინდათ ეს? მარტო ის ხო არ არის, რომ რას გამოვცემ, სიტყვაზე ვიძახი, აფირმაცია, თქვათ, მანიფესტაცია, ლოცვა, ანუ ეს არ არის მთავარი. ფიქრიც კი მთავარია. რაღაცნაირად უნდა ისწავლოთ, თქვენი თავი ხელში აიყვანოთ, შემოუძახოთ და ეს უარყოფით ფიქრები გაუშვათ, იმიტომ რომ ესენი მოქმედებენ, არ იკარგება არც ფიქრი, არც სიტყვა. გაჟღერებული მით უმეტეს განზრახვა. ყველაფერი მიდის კოსმოსში, ეს არის ერთი ორგანიზმი. ეს არის ერთი ცოცხალი ნაწილი, რომელიც ტრიალებს. და იმიტომ არის მე ბუმბერანგიო რო ამბობენ. შეიძლება არც არავის არაფერი არ გაუკეთებია შენთვის ცუდი და არო სიტყვაზე ვიძახი. და შენმა აი ამ უარყოფითმა ფიქრებმა აი ესე დატრიალდნენ, დაგიბლოკონ ზუსტად ის სიტუაციები და მე აბრალებ ჯადოს, აბრალებ თვალს, აბრალებ წყევლას, აბრალებ ვიღაცას, ძალიან კარგია სხვას გადააბრალო, მაგრამ პირველ რიგში შენ უნდა იყო ძლიერი, შენ თავს მოერიო და შენ წარმართო შენი ცხოვრება, როგორ დადებითად. არადა თუ სულიერებაში არ გადაიტან ამ ყველაფერს, სულიერება არის რა? ზუსტად ის, რომ შენ თავზე იმუშავებ. შენ რო დადებით ემოციებში გადახვალ, შენ რო აიძულებ შენ თავს რაღაც კარგი, დადებითი, პოზიტიური
საქმიანობით რო დაკავდე. მარტო შენთვის კი არა, სხვებზეც იფიქრებ. სამყაროს ძალები, ნათელი ძალები დაგეხმარებიან და ყველანაირად ეცდებიან, რომ ამ სიტუაციიდან გამოგიყვანონ შენთვის საუკეთესო ვითარებაში და სიტუაციაში. ამიტომ პირველი მცდელობა, პირველი ნაბიჯი, პირველი ბიძგი უნდა იყოს შენგან. ემოციონალურ ფონზე წამოსული დიახაც, მე ძლიერი ვარ, მე გავიმარჯვებ, მე ყველაფერს შევძლებ და რა თქმა უნდა, დადებით სიტუაციებზე ხა საუბარი აქ. ანუ თქვენ ცხოვრებას აწყობთ. ეს ყველაფერი არის პროგნოზირება. ეს ყველაფერი არის რჩევა, დამატებითი ინსტრუმენტი, რომ ადამიანს დაეხმაროს. დანარჩენი თქვენ ხელშია თქვენი ცხოვრება დაიმახსოვრეთ. თქვენ ხელშია თქვენი ცხოვრება და დროა უკვე გამოფხიზლდეთ და თქვენი ცხოვრება წარმართოთ ისე, როგორც თქვენ გიყვართ, რაც გიყვართ, აკეთოთ ის და ბოლოს ესეთი დიდი სიყვარული გექნებათ. ყველაფერი იწყება სიყვარულით. ის საქმეც, რაც არ უნდა გააკეთო, არა აქვს მნიშვნელობა, უნდა გიყვარდეს დაძალება, აქ არ შეიძლება და ძალით რაღაცის გაკეთება. სამსახური იქნება, საქმიანობა იქნება, ყველაფერი უნდა გიყვარდეთ, მოგწონდეთ და იმას აკეთებდეთ. ძალდატანებით როცა შენ რამეს აკეთებ, ის საქმე არ გამოდის, თუ იმაში სიყვარული არ არის, თუ იმაში გრძნობა არ არის დადებითი, ჩადებული, საჭმელიც კი უგემური გამოდის. ამიტომ მიხედეთ თქვენ ცხოვრებას, თქვენ თავებს და დაიმშვიდეთ თავი, მესმის, რომ ძალიან ბევრი რთული სიტუაციები ხდება ჩვენს ირგვლივ. არავის არა აქ ახლა დავარცხნილი ცხოვრება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ემოციები ვმართოთ, გავიხსენოთ უდიდესი ფსიქოლოგი, განწყობის თეორია, უსნაძის და ჩვენ თვითონ ჩვენ თავს შევუქმნათ დადებითი განწყობა, რომ შემდეგ მოვიდეს ის დადებითი მოვლენები, რასაც ველოდებით. ცვლილებები ოღონდ დადებითი ჩვენს ცხოვრებაში. ეს არის დღეს მთავარი. მოკლედ, ვინც მისმენს გაიგებ და ვინც მერე ნახავთ, არა აქვს მნიშვნელობა, დამილაიქეთ თუ მოგეწონათ. ეს არის პროგნოზირება, ყველაფერი არის თქვენზე დამოკიდებული, აბა თქვენ იცით.